ხალხის თანადგომა რომ იყოს ვერ გაუძლებს აი 42 წელია მე ვარ სამეცნიერო ამისო პატრიარქი წავიდა მე ჩავთვალე რომ მან ჩვენ უბრალოდ ვიღავართ ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გაიქცა პატრიარქი რომის ადგილი ქარიხო რომელიც აღოს შემადგენლობდა საქართველოს ამოგიდა ამაშია თესა სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცვალული ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს რა. მოდით იმას ავქნათ რა ქვია. კაცეს საპატრიარქო მიმბრალდებებს რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. არც ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუგდივარ შოქში რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი აი ამ ორმეფობის ესე იგი გარემოში რომელიც საქართველოში გვაქვს ახლა არის ორმეფობა. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. სამწუხაროდ ჩვენი საპატრიარქოს მთლიანად ასდა ქრისტიანობას საერთოდ აღარ იცის რას ლაპარაკობს და პირდაპირ ესე მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ბნელძალებსაც რომ იმოქმედონ იმისთვის რომ ადამიანები აიყვნენ თანასწორად. აპოკალიფტური მხეცი, რომელსაც კურთხევა სამწუხაროდ მიცა პატრიარქმა. და ამითი ვერ გათაბარავთ ვერაფერს, ვერც ხელისუფლება და ვერც საპატრიარქო. აღიღეთ მახვილი და მახვილი თვე წარწყლებით. აი ეგ აპოკალიფტური მხეცი, რომელიც თქვენ გამოუშვით. თქვენვე დაგხვდეთ. ეს სულაც არათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. პირიქით ხელისუფლებამ სხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში, საპატრიარქოსთან მიმართებაში. ეს ყველაფერი მართულია და თან მე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველ კვირას ქადაგებებში ნაგროვები წვეთწვეთობით ბოროტებით არის ამ ხალხის ტვინები გამორეცხილი და საქართველოში არსებობენ ბობოლა, შავწვერა, მაჯლაჯუნები. პატრიარქის თანადობით. ეს ბარბაროსური ეს ველური აქტი რომელიც ახალისებული იყო ასევე ეკლესიის მიერ ამიტომ დღეს ეკლესია დაისო გაუნახლებელი უციგნური ადამიანები. ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გუმართოს. საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია. საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს. ასე ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თქმა უნდა ამ ყველაფერს ყავს კონკრეტული დანაშაულების ჩამდენი პირები ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებენ და ამ ყველაფერს დამოორგანიზებელი ვინ არის მაინც მოუწოდა საპატრიარქო რა თქმა უნდა ზაალად დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად მე თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის შეამჩნევდით რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პისტოლეტი სათამაშოა სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს გაიყვანეთ ეთერიდან გაბონიათ რომ შეიძლება დროია ხო და სახელი და გვარიც კი არ ვიცი ვინ არის ხო წადი გიორგი უკვე გვაცნობ ძალიან ხო მინა გიორგი ერთ წესერი კაცი მოსწონს ო რა მიხეილ სკოლაში